მაყურებელს გავუმხილოთ შენი სიურპრიზი. ხათმის ფეხებსაც გიждდები. ძალიან მე თუმცა საჭმელოცებო. გამოგაში. უეჭველი გამოიწერეთ, კაი ბიჭები არიან ესენი. გამარჯობა, Kitchen Bros-ის გადაცემის YouTuber-ის მაცივარის შემდეგი ეპიზოდი დაიწყო უკვე. ეხლა ვიმყოფებით მანუ მურღულიასთან. რომელსაც არავინ არ იცნობს და უნდა გავაცნოთ. მოდი მანუ გაგაცნობთ ჩვენ აუდიტორიას. შუაში. მეგობრებო, გაიცანდეს მანუა. გამარჯობა. ჩვენ უკვე ყველა გვიცნობს, მთელი მსოფლიო გვიცნობს და მანუს არავინ არ იცნობს მაინც და ხელს შევუწყოთ. ახალბედა დამწყებია მაინც. პოპულარიზაცია გაუწიოთ რა. ხო, ამიტომ მანუს არხის გამოიწერეთ, მე რა, იმიტომ რომ ბევრ საინტერესო რამე შევხვდებით, როგორც უკვე გავიგეთ, ხო? კი ბატონო. მანუ უნდა გახსნას მაცივარი. ჩვენ უნდა გახსნა დაგვათვალიერებინო რას ინახავ მაცივარში. კვერცხები გვაქვს ბევრი. ბოსტნეულები გვაქვს, ქათამიცა. შენ როგორც ვიცი ქათამი გიყვარს ხო ძალიან? ეს სპეციალურად დაგახვედეთ, რომ მე ქათმისგან გავიგეთოთ. და ეს არის მოთხოვნა გაქვს ქათმის ინგრედიენტი უნდა იყოს უეჭველი. აგერ ყველებიც ქონია ეს ბადიაურის ყველებია, ხო თუ კი, ბადიაურის ყველებია, ბაბუა ჩემი მიდის ხოლმე სპეციალურად ჩავაკიდეთ. აი, ჯავაკიდრი, სოსისები, კარაკი. აქაც ყველი არის. აქაც ყველი არის. აქ რა იმალება პარკში, აქაც სტაფილოები რაღაც. ეს ქვაბზე რატო არ გითხულობ რა არის? ქვაბზე ოსპის კი, მე გავაკეთე ხალხო. კრემ სუპი არის, კი, ნუ გიშნები ისე მიყვარს. აგერ სოკოებსაც ვხედავ. რა სოკოებს ხედავ? ობი. აჯიკა. ვეგანოს ხოსონელები გვაქვს, ხარჩოსონელია, სუზანი. თავის საჭმელი აქვს ამას. ჩაის დავაყენებ, მძიმე შავ ჩაის შევასუნელებ და ბოსნეულს ჩავშუშავ და ჩაის მაგმას გადავასხავ, გადავაწუწავ. მეგობრებო, თითქმის ჩამოყალიბდით, რას ვაკეთებთ. რეალურად მე საერთოდ ვერ გავიგე რას ვაკეთებთ, მაგრამ მერიან მოყვეცს რას აკეთებს. პირველ რიგში მერიან აკეთებს შავ ჩაის. შავ ჩაისში მოვიყვანო ბოსტნეულს. არ მოდგენაროს რა იქნება. მე ქათმის ბარკალი შემომტენა რომ დააფილავეო, ძვალი ამოიყენო, მაგას გავაკეთებ. და აი მე რა უნდა გავაკეთო, არ ვიცი, რაღაც თაფლი დაამატეო, სოია დაამატეო, ის გააკეთე და მოკლედ საბოლოო ჯამში პროცესში ეტაპობრივად ნახავთ რა. თუ არ გამოვიდა ეს ყველაფერი, გეტყვით რომ არ გამოვიდა და ეგეც იმედია პრობლემა არ იქნება. რა არ გამოვიყვანთ. გამოვა ესა. მანუ გვიმღერებს ამასთან ერთად ბექსზე შემოვახმო და თავის სიმღერას მარტივად რო ავხსნათ, ხალხმა რო გაიგოს, იქნება დომბური რა, ბრინჯზე დალაგებული ბოსტნეული და ხორცი. ქათმის ბარკალი ხო არის ეს? და ამას აქვს ძვალი როგორ უნდა ამოვიღოთ? ჭრით ძვალთან ახლოს ესე მე რა ყესებია საიდანაც გამოვანთავისუფლებთ ეგრე მეორედანაც რომ ბევრი ავიწოვოთ და ნელა მივყვებით ძვალს და ნელა ამოდის ძვალის ანუ ბევრი ფილოსოფია ამას არ ჭირდება მადლობა კარგად ზანდა კიდე ის რა გასაი ძალიან მძიმეა მაგრამ ქათმის ფეხებსაც გიждდები ძალიან გემრიელია იცი როგორ მოწონს შობიდან ვერ ვიტან ჭხილებიანი თუ დაგვნა არა მართლა გემრიელია შემწვარი თუ აი ბულიონში რა სამოში ნამყოფი უნდა იყოს შეჭერ გაკეთებული უნდა გქონდეს ჭხილი და ისე დაგძელები როცა ქათამს ვამუშავებ და დანა ეხება ქათმის ხორცს შესაბამისად ბაქტერია ხვდება დანაზე ამიტომ როდესაც ვამთავრებ დამუშავებას ხორცის სხვა პროდუქტზე გადასვლა როცა გვჭირდება ამ შემთხვევაში ყოველგვარი ნიშნო გაირეცხოს დანა შესაბამისად დამუშავდეს ზედაპირიც ბაქტერიები მოშორდეს და გაგრძელოთ ნებისმიერ ამის კეთება რაც გწევთ ყოველთვის დიდი რისკია როდესაც ნიორს სოიოს და თაფლს ერთად ვადობთ ზოგადად თაფლის გამოყენება პროდუქტებთან ყოველთვის რისკის წინაშე გვაყენებს და რა არის ეს რისკი? მცირედი გადასვლამაც კი ეგრევე გემოს გვირებს. ამიტომ ამას ჭირდება კარგი თვალის ზომა, თუ თვალის ზომით აკეთებ და თუ თვალის ზომით არ აკეთებ, ზუსტი გრამაჟით ცოტნა, რომ ისე გამოიყენა, როგორც აჭირდება. შესაბამისად ერთ რჩევად თუ მონაწილეობა და გაითვალისწინებს. კარაკი ჩაიში ყოფილა. კარაკი ყველი ჩააფშვენი შიგნით, პური ჩააფშვენი. სალაფავი ბარემ, როხა მოწოვე და ჩაასკიდე. პირდაპირ დუძუდონ. წყალავ წყალში, რომ ოდნავ მოწავარი ცოტათი მოხარშვა. მერცივ წყალში რომ მორჩეს ეს ხარშვის პროცესი. მერე შეწვისას გარედან დაიბრაწება და შემდეგ ისე ხაშუნება რჩება და არ იქნება ძალიან მაგარი და არც ძალიან ბი. ჩახარშულ ბოსტნეულზე საწყალი და მე არ ვიცი რა. ეს პირდაპირ შეგიძლია ესე ჭამოხო. მექსიკან რაისი რა. რაღაც მოხალა თავიდან. რა მოხალე აბა? ბრინჯი. რა შეიძლება და გამეკეთებინა აი ეს. ბულგარული და ნიორე. ბულგარული არა. პომიდორი და ნიორე. მართალი ხარ. ეხლა დავიწყეთ რა, კეთება სამკერვალო ბარი როა. მაგათთან დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმა და ექსკლუზიურ მენუებს ვაკეთებ. როგორ ესე რა? პოპატების კონში 2-3 კერძი მაქსიმუმ რა. გაიცანი შაკო. ოზის გადაცემა ნახე ბოლო? ამის გადაგებულია. 2 საათი და 15 წუთი იყო მასალა და რამდენი წუთი ჩამოვიყვანე 12 წუთი და 13 წუთი.
ანუ ხო ხდება რამდენი კადრი მაქვს ამოგდებული და თან როგორი კადრები ვიცი რაღაც ზოგს ფეხსაცმელზე უღებს ზოგს რაღაცა იქ ზემოთურებს აი გავუგიჟდი კიდე აუ მირიან ხო ვიცი რა მასწავლე აბა აი ესე რო ჭრით ხოლმე რა აი მარტო უკნიდა რო ჭრით ხოლმე ჭხილები მანახე გზელებს ჭხილები გაქვერ დაჭრ თითებს დადებ გადაწევ წინ და აი ამ ზედაპირზე ასრიალებ უფრო ჩქარა ხო ლაგოდე ხშირ რაღაც ადგილი რა გავიხსენებ პოჭო მაგას კეთკო და ჯიგრები გიურზას იჭერენ და ყავე და ჩავი მე უყურებდი რაღაცა იყო просто სადღაც რა მე მგონი გიურზაში 500 ლარს ეგახტენებენ როგორც არაფერი ჩემი გველის რომელი ჩემი გველი დამიმუშავე მირიანს უნდა მოეგო მასტერშეფი იმ სეზონზე? იოსნი აბა რა მე თუ მკითხიან რომ ყოფილიყო შემდეგ სეზონებში ხო. მირიანს უნდა მოეგო მოკლედ, ამ გადაცემის შემდეგ ეს ბიჭი გადაიკიდებს მინიმუმ 20 კაცს. იმერული თუ მეგრული? თუ ლაზები? თუ ლაზები? ლაზი ვარ მეიცი? ეგრე გეტყვი, ეგრე დაგეტყვი, აღარ მეგროს მადარებელი ლაზურს გეტყვი პირდაპირ. უეჭველი გამოიწერეთ, კაი ბიჭები არიან ესენი. აი, ვისთანაც მისულ ხართ თქვენი Kitchen Bros YouTube channel-ზე. ყველაზე ცუდი სტუმარი რომელი იყო? სტუმარი კი არა, მასპინძელი. გიგი. გიგი, მაგრამ მიყვარხარ, მაგრამ ის სამი გიგი on the road. გიგი ძალიან გვიყვარხარ, არ შეიმჩნიო ეს ყოველივე რაღაცას იგონებენ. არა, გიგი თვითონ თქვა რომ მე ყველაზე ცუდი ტიპი ვიქნებიო, იმიტომ რომ ყველაზე სარიელი მოცივარი დაგვახეთ, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო, იმიტომ რომ აი არაფრიდან რაღაც შევქმნით რა. ჩვენი გამოწვევა იყო რეალურად და ეს ძალიან საინტერესო. თორე მასტინგის ხო ყველაზე ცუდი იგი. იმიტომ რომ მაგის მერე ფასტინგი დაიწყო დაჟე რა. ე, ვნახეთ ეგ სიგიჟე. ყველაზე კაი? ჩემ გარდა. ჩავამთავროთ რა. აი, გენიალური პასუხი მეგობრებო. He knows. მე თუ მოგწევთ, მე რა ცეკო? სიო აუ როგორ მინდა გასინჯო ისი და ამ სტორიკების დედა ვარ. კიდე მინდა. ნიშნის ვარსკვლავ. კიდეთ რო გიყოთ მაგარი შეხვდებით. ფელოტი რო არის ცოტა შენთვის ეწყნება მილია. შენთვის ვერი. არა, შენ გაჩვენე. ხაფრის ბოლოგეთილია შენთან აბარ ნურა პრისტუკეშია. მეცამ ანუ ვაფშე არ მეყვარს ეგ, მაგრამ შეგემრიალა ჩეკვარო, კაია. მეტა ხო. პავლოვანი რაც ერთი ტიპი დაიჭერს ოქროს თევზს და ეს ოქროს თევზი ეტყვის რომ დაიხრება ეს ოქროს თევზი ასაღებად და ეს კაცი უცებ ამ ოქროს თევზს იხმარს რა არისო რატო არა წამოწო რა შეუნთეო ცეცხლიო რა ეგერ გდიაო ასენ ციკლოპია და შენ თუ შეუნთეო No! მეგონა რომ ჩქარა მომამზადებით. რესტორანში ხო რესტორანში კეთდება მიზანპლასი, ზაგატოვკები. წინასწარ გამზადებული და მუშაობებული რა. მე როგორც გავიგე, ვინ შემოგთავაზა სამსახური? ნახევარფინალში ნაჭყებია. ამის მერე არ ვიცი, მაგრამ ჩემთან მოდიხარ შემოთავაზებაო სამსახურისო, მაგრამ მაგის მერე არც გამიგია მაგისგან არაფერი. და შენ თვითონ ვერ შეეხმიანე, რომ აი რომ მითხარი მოვდივარ? უკეთესი ვარიანტები გავაწყრებ. ესე იგი მისი დანაშაული არ არის, რა გინდა? ანუ შენ ამბობ, რომ გადაცემაში რაც ხდება, ხდება იქ და იმის იქით აღარ? ეგრე გამოდის. დაამთავრდა ჩვენი უსახელო კერძი, ცოტა ხანში გავაგემოლებს. ანუ მიტყვის თავისას, მე არ მეჭრება, დორგებაზე ვარ თქო. აღნიშნე წინა ვიდეოში ოზისთან და ეხლა ვამბობ, რომ ამას ვაგზავნებ და მივყვები, ამიტომ უყურებ შევედან და ვთქვები როგორ მოეწონება. იმედი რომ მოეწონება. პირო, რამეს ხარ დაამატებით ჩემო ძმაო. რა ეგ ბოსტნოლს ვამატებ და всё. სუნი აქ შემარტო ისეთი, რომ რას ლაპარაკობენ არ მესმის. წამიო. შეაფასე და შენ ვეთქვი რა არის. ეს არის სახელწოდებით კერძი მანიუ, ესეთ გადავწყვიტე და მე აი ამ წამს. გვაქვს ბრინჯი, რომელიც მირიანმა გააკეთა რაღაც თავისი ხერხებით და ძალიან კარგად გამოიყურება და გემოზეც ცალკე რო გავსინჯე მართლა კარგი იყო, იმიტომ რომ არის ნახევრად მოხალული, ხო? კი, კარგია. აქვს ბოსტნეულიკები, ანუ ბროკოლები და ამბები, ბულგარულები და ნუ გენიალურად შემწვარი ქათამი, რომელიც აი ეგერ შემომეჭამა უკვე ნახევარი. ხო და ერთობლიობაშიც ძალიან ჯერა რომ მაგარი იქნება, მაგრამ გაგეცხრები, წავალ ხა მე ამ თემშიც და კარგად იყო. წეღანაც მაგას ვამბობდი. კაი ბიჭები არიან ესენი. გამოიწერეთ, აუცილებლად გამოიწერეთ და subscribe-ეთ და support-ეთ. ჯერ თქვენზე ვლაპარაკობ თუ შეიძლებათ არა. მე ხო ნელ-ნელა მიცნობ საზოგადოება და აი თქვენ ხო და მაგ ხო რა. ხო და კარგები არიან. რაც საქმესაც მოკიდეს ხელი ამ კულინარიას, ეს გამოსდით.
ხედავდი პოტენციალს. კი, კარგები. არა, მართლა ძალიან კარგები არიან და საფურთალოს ტერიტორიაზე დაწნებული ვარ, რომ სამეზობლოში გენიალური სუნი ტრიალებს. აი, ბავშვობაში რომ ვიგრძნობდით ხოლმე ვიღაცის გაკეთებულ რაღაცა გემრიელს, ხო იცი? აი, ეგეთი სუნი გონია რომ გარეთაც არის, იმიტომ რომ აქ ნამდვილად არის. მადლობა თქვენ, რომ მოხვედით. და მადლობა რომ ეხა გემრიელად უნდა ვჭამო მე. მე რო ეხა ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონდეს და ექიმისგან არ იყოს ბრძანება ოფიციალურად გაცემული, ამას უღივეს ნებშინად გავაქრობდი ეგრევე. ამიტომ მეგობრებო, რომ მოგწევთ ცოტა მეტი უფრო სტიმული, მეტი мотиваცია, რომ თან სწორიკობა დავიცვათ და თან გემრიელობები მოვამზადოთ, ახლა მოიწერეთ. ეს არაჯანწორია? გაგვიხარდება სხვათა შორის. ეს არაჯანწორია? ხო. და ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ქოლესტერინის ძალიან მაღალი და შესაბამისად ეს ქოლესტერინს რო შეიცავს, აწევს ზემოთ, მაგიტომაც ვერ ვჭამ თორე. დიდი სიამოვნები შევჭამდი ახლა. შემიძლია მოგწოთ საერთოდ სტაფილო ან ანუ რავი, ყველი მაქვს ხრანაი. სტაბილ დანახვა აღარ მინდომის. კიტრი. ეგეც. ამე ახალი პოსტკრეული უნდა გამოვიგონო, თორე აღარ შემიძლია უკვე სვეტო იგივე ვჭამ. აი მართლა გულს ვარ თქვი ობიექტურად შევფასე ხარ. აი 10-დან ჩემთვის არის ალბათ 8. ცოტა მარილიანი. ნახე, რა? ცოტა მარილიანია ჩემთვის. მე არ მიყვარს მარილიანი. ძალიან მარილიანი. რომელი? კათამი. ბრინჯი? ბრინჯი ნაკლებად. მე ეგ არის ბალანსი, აბა ერთად შეჭამეო ხა, სულ ყველაფერი ერთად არის. სულ ყველაფერი ერთად როგორ შევჭამო? როგორ და ცოტა ბრინჯი, ცოტა კათამი და უცებ ალტერნატივა. კოშკია აგედა რანაირად დავშალო. ძალიან რთული საჭმელია ხა რა. აფის ჭამო ამა. შაო, ჩუ. მე თვითონ მაინც მარილიანია. მარილიანი. ორი მარცვალი ბრინჯი მიაყოლა. 10-დან 8 არის? 10-დან 8 არის. 10-დან 10-ია მეგობრებო და არა, კაია. აღარ შეჭამდი, არ გინდა? სად? ეხლა გადაირიე, ვაიმე რა გემრიელიო, კათამჭამდი იმინა, ხელდერმაცლელი და ეხლა 10-დან 8. ნახე ბიჭო რა გითხრა, ეხლა 8-დან 10-ო რა. აი, მოვიწყო ხა 10-დან 20. გამაგარი. მირიან, ხო. მე მგონი ხა დროა მაყურებელს გავუმხილოთ შენი სიურპრიზი, რომელიც მე ვიცი და შაკო ვიცის მხოლოდ და მხოლოდ სხვა არავინ და ეს სიურპრიზი რაში მდგომარეობს, უკვე შენ დაიწყე და რა თქმა უნდა, დაალაგებული ტექსტით, როგორც შენ წარმოგიდგენია. მანუს გაუმართლა ხა, ჩემ გაკეთებულს რო ჭლა, რომელიც გააკეთა, მაგრამ მე მოგეცხოვება რომ უფრო მეტი გაიგეთებინე. მე ნახავთ. დღევანდელი ეპიზოდი იყო ჩემი ქიჩემბროსთან თანამშრომლობის ბოლო ეპიზოდი. სამწუხაროდ პირადი მიზეზებიდან გამომდინარე YouTube სტოვებ. სავარაუდოდ დროებით ნახოთ რას მოგვიტანს მომავალი. 7 თვეზე მეტია რაც ქიჩემბროსის გუნდში ვარ და ძალიან ბევრი თავგადასავალი გადაგვდა, რაღაც საინტერესო რაღაცები გავაკეთეთ, პროექტებში ჩავერთვეთ. ქართული კულინარია უფრო წინ წამოწიეთ რაღაც მხრივ მაინც. კიდე ბევრი არის წამოსაწევი და საბა ამ ყველაფერს გააგრძელებს და უფრო კარგ და საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ შაკუსთან ერთად და რა თქმა უნდა არხი უნდა გამოიწეროთ. კიდე უფრო მეტად, უფრო მეტი мотиваცია რომ მიეცეს საბას და თელ ქიჩემბროსის გუნდს და უფრო მეტ კარგ კონტენტს შემოგთავაზებენ, მეტი კარგი ხალხით და გემრიელი საჭმელებით. მოკლედ, საბოლოო ჯამში მეგობრებო დაახლოებით ის პონტია რა, Hungry Man-თან კაკორო წავიდა. ხო იცი და მე Hungry Man-მა რო აბურთავა, ამის ბურთავობა ეხა იწყება რა, აქედან რო წავა, მე დაანჩენ გადაცემებში მოგაცერა ხოლმე რა. ეხსნება YouTube-ს, მოკლედ მერიანი და გადავა სადმე რამე ბანს ტელევიზიაში და იქნება წამყვანი და მე იქ დაუკრა ტაში რა, ვიცი, დაუწეროთ კაი კომენტარები და არა, არსად არ გადავდივარ ტელევიზიებში. არა, მან პრობლემას მაგალითად იყო, ვისაც გაკარი. შედგა მე მგონი ჩვენი კენძე ასე თუ ისე ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. შევთანხმდით იმას, რომ ტურებშიც მივდივართ, აუცილებლად გასტრონომიულ ტურში ჩვენთან ერთად იქნები, გიხილავს კიდევ ერთხელ ჩვენი მაყურებელიც. და რავი, წარმატებები გისურვებ შენს და წარმატებები ჩვენს. შენს ვაჟბატონო, წარმატებები გისურვებ ყველაფერში. რა თქმა უნდა, გულწრფელად მიხარია, რომ თავის გზას ვიჭერს მერიანი და მიხვდა რა უნდა აკეთოს ცხოვრებაში და ეს ამუშლოვანია. კომპანიას ვაკეთებ, რომელიც რეკლამებს გააკეთებს ფუდზე და მე ვიქნები head food stylist. მირიანი ესე მართლა არ მიწეს ახლა მთლიანად გუნდს არ ეხსნება, გამიგრელი კიდე რომ ბევრი რამე აქვს მირიანი ჩვენთან ერთად გაკეთებული და ჩვენს პატარ-პატარა ღონისძიებებზე, რომელსაც ნელ-ნელა ეტაპებად მოგეთვით ინფორმაციას, იქაც მოვა და მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ თლად ჩახსნილი არ გამოდის. ჩემი საჭმელის გარეშე არ დაგტოვებთ, არ ინერვიულად. ახლა ეს თეორია არის, კარგად წამდება.